გოჩა აფრესიძე 8 წლის წინანდელ სპეცოპერაციას იხსენებს. სვანეთის ოპერაციის დროს დაკავებულ პატიმართან გაზეთმა ყველა სიახლემ ინტერვიუ ჩაწერა. მსჯავრდებულის მიერ მოყოლილი ფაქტები შემზარავია. აფრესიძე ხვდება, რომ თვალწინ დაუხრიტეს ძმა, მას კი ბორკილებ დადებულს ოპერაცია ანესთეზიის გარეშე ჩაუტარეს. გოჩა აფრესიძეს 19 წელი აქვს მიშილი, თუმცა დაკავებული თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და ამბობს, რომ 8 წლის წინ სოფელ ეცერში ჩატარებული ოპერაციის დროს აფრესიძეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. 2004 წლის მარტში ჩატარებული სპეცოპერაცია სავარაუდოდ ხელახალ გამოძიებას დაექვემდებარება. ოჯახი პროკურატურისთვის მასალებს ამზადებს. თამარ ჩიხლაძე მუშაობს თემაზე და რეპორტაჟს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. მანამდე კი პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. თამარ, რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი გოჩა აფრესიძის მონაყოლიდან? თამთა საქმეში მართლაც არის რამდენიმე ახალი ინფორმაცია, როგორც ჩვენ უკვე თქვი საგაზეთო ინტერვიუში. გოჩა აფრესიძე იხსენებს სპეცოპერაციის დეტალებს. მისი თქმით, სპეცრაზმელებმა მას აიძულეს ეყურებინა საკუთარი ძმის ომეხ აფრესიძის დახვრეტისთვის და მან საკუთარი თვალით დაინახა, როგორ დააცალეს მას ავტომატის მთელი მჭიდი და ამ ყველაფერს ვერტფრენდიდან იღებდა ვიდეო კამერა. აფრესიძე ასევე საუბრობს იმ ოპერაციაზე, რომელიც მას ჩაუტარდა ქუთაისში და ამბობს, რომ მისთვის ბორკილებიც კი არ მოუხსნიათ ამ პროცედურის ჩატარების დროს და ფაქტურად ანესთეზიის გარეშე გაკეთდა ეს ოპერაცია. ამ ინტერვიუში ჩვენ დღეს გავეცადით აფრესიძეების დედასთან, დოდო აფრესიძესთან ერთად, მისთვისაც კი ძალიან ბევრი დეტალი ამ ინტერვიუში იყო სიახლე. ჩვენ შეგვიძლია მცირე ფრაგმენტი მოვისმინოთ მის ინტერვიუდან. აი ახლა გავიგე მარტო იქ გოჩა რო დაჭრეს და ომეხი რო დახვრიტეს, იმას თუ აყურებიეს გოჩა მეს ახლა გავიგე მარტო. რომ ცარესაუბრა მე ხო ვიცოდი მაგათი ჯანმრთელობამ რო შევიდო რო დაიჭირეს არაფერი არ ჭირდათ და მე განადგურებული არიან ბიჭები საერთოდ ფეხქვეშ ქონდათ გათელილი მაგი დამტრეული იყო საერთოდ და გოჩას მაშინ იმ დროს პირი ქონდა ამოკერილი და ამ სიბნელეში თურმე ეძებდნენ იმათ გაჭერილ ტუჩებს რო გოჩა მოენახა. როგორც უკვე თქვი ინტერვიუში საუბრობს გოჩა აფრესიძე, თუმცა აფრესიძეების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჩვენ გადმოგცა მეორე ძმის შმაგი აფრესიძის მონათხრობი, რომელიც იხსენებს ქვემო ქართლის ამჟამინდელ გუბერნატორს დათო კირკიტაძეს. მისი თქმით, კირკიტაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც მოახდინა ქუთაისიდან თბილისში მისი ტრანსპორტირება და დღეს მას აინტერესებს რა კავშირი ჰქონდა ამ საკითხთან ამჟამინდელ გუბერნატორს. როგორ უპასუხა დათო კირკიტაძემ მეცხრე არხის შეკითხვებს, რა ახალ დეტალებს იხსენებს აფრესიძეების დედა და რას ფიქრობს კახა კალაძე მისი ძმის ლევან კალაძის გატაცების საქმესა და აფრესიძეების საქმის ურთიერთკავშირზე ამ ყველაფერს ჩვენ უკვე 9 საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ. გმადლობთ თამარ, ეს იყო თამარ ჩიხლაძე, რომელმაც საკუთარი რეპორტაჟის ანონსი გაგვაცნო.